ევროკავშირში ელექტროენერგიის 47% ახლა მზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ ისწრაფვის ევროკავშირი სუფთა ენერგიაზე გადასასვლელად. კლიმატის ენერგეტიკის კვლევითი ცენტრის ემბერის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ელექტროენერგიის თითქმის 3/4 სუფთაა. ანუ არ არის ასოცირებული ჰაერში იმ აირების გამოყოფასთან, რომლებიც ატმოსფეროში სათბურის ეფექტებს განაპირობებს. გარდა ამისა, ბლოკში ელექტროენერგიის 24% ბირთვულ ენერგიაზე მოდის. ეს მონაცემები გაცილებით მაღალია ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შეერთებული შტატები და ჩინეთი, სადაც ენერგიის თითქმის 2/3 კვლავ იწარმოება ნახშირბადი დამაბინძურებელი წიაღისეული საწვავებისგან. ესენია ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ექსპერტები ემხრობიან ევროპის მიერ წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემისიების გაზრდას აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობასდებს, რომ ბუნებრივ აირს გააიაფებს და გააუქმებს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებულ პროგრამებს ელექტრომანქანების წარმოების მხარდაჭერის შესახებ. ჩვენს ანგარიშში, რომელიც წარმოადგენს 2024 წლის ევროპის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვას, აღმოვაჩინეთ, რომ ევროპა სუფთა ელექტროენერგიაზე სწრაფად გადადის. წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროპაში პირველად მზის ენერგიის წილი უფრო მაღალია, ვიდრე ნახშირბადის. ვფიქრობ, ეს მიუთითებს წიაღისეული საწვავის შემცირებაზე. ევროპა უკვე იღებს სარგებელს ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ასე რომ მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში სუფთა ენერგიაზე გადასვლა, ქარისა და მზის ენერგიის ზრდა დაეხმარა ევროპას დაეზოგა 59 მილიარდი ევრო, რომელიც ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო წიაღისეული საწვავის იმპორტში უნდა დაიხარჯათ. 2024 წელს მზის ენერგიის ევროკავშირის ელექტროენერგიის 11% გამომუშავდა და ამ მაჩვენებელმა გადაუსწრო ქვანახშირის წარმოებულს, ხოლო ქარის ენერგიით უკვე ზედიზედ მეორე წელია მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე ბუნებრივი აირით. ევროპის სუფთა ენერგიაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წელს მიღებული ევროპის მწვანე შეთანხმებაა, რომელმაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის განახლება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის თაობაზე. შეთანხმების შედეგად ევროკავშირმა უფრო ამბიციური გახადა თავისი მიზნები, რომლებიც 10 წლეულის ბოლომდე რეგიონის ემისიების 55%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ახალი პოლიტიკა ასევე მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ევროპა გახდეს კლიმატ-ნეიტრალური, ემისიების კიდევ შემცირებითა და მათი ოდენობის ნულამდე დაყვანით. პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ესტონეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში სუფთა ენერგიის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სუფთა ელექტროენერგიაზე გადასვლის შემდეგ ევროპამ 2019 წლიდან დაზოგა 61 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსატანად უნდა გადაეხადა.